უკრაინამ დონეცკის დრონებით ბლოკადის დაწყება გამოაცხადა. უკრაინელი სამხედროები დონეცკის გარშემო ყველა ლოგისტიკურ გზას აკონტროლებენ. ქალაქის გარშემო ყველა სამხედრო ობიექტი განადგურდება, აცხადებს უკრაინის ეროვნული გვარდიის პირველი კორპუსი აზოვი. მათი თქმით, ოკუპანტებისთვის უსაფრთხო ზურგი აღარ არსებობს. დამალვა და თავდაცვა შეუძლებელია, წერია განცხადებაში. მეორე დღეა ვერ ხერხდება დრონებით თავდასხმის შემდეგ გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაცია რუსეთის ქალაქ ტუაფსეს საზღვაო ტერმინალსა და ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაშიც. ნიდერლანდები უკრაინას ნაღმსაწინააღმდეგო გემს გადასცემს. ზელენსკის განცხადებით, ნიდერლანდები სრულად გაწვრთნის გემის ეკიპაჟსაც. ეს უკვე მეხუთე გემია ჩვენი მომავალი ნაღმსაწინააღმდეგო ფლოტის შემადგენლობაში და მეორე ნიდერლანდებიდან, დაწერა პრეზიდენტმა. შეთანხმებიდან რამდენიმე საათში ლიბანმა ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის პირობის დარღვევაში დაადანაშაულა. ლიბანის არმია ირწმუნება, რომ დააფიქსირეს რამდენიმე თავდასხმა ისრაელის მხრიდან. ისრაელსა და ლიბანს შორის 10 დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება წუხელ თბილისის დროით პირველ საათზე ამოქმედდა. აჯანყობა იმერეთში 30 წლის წარსულში ნასამართლეებმა კაცმა ქუთაისში მცხოვრებ ნაცნობ ცივი იარაღის დემონსტრირებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარი თანხა და ოქროს ნივთები მოსთხოვა. ადგილზე მისულ პოლიციას კი დანის გამოყენებით წინააღმდეგობა გაუწია. კაცი დაკავებულია, მას 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.